როგორ ხართ მეგობრებო? ულამაზესი ატმოსფეროა. შანელის 804 ნომერი ვიმეს თუ დაგაინტერესებთ. მოკლედ, საჯარო გაშლა, ხო, ძალიან ბევრი მეკითხებით, რომ რა ვიტამინებს ვიყენებთ მანზე, როდესაც საერთოდ შემიწყდათ მის ცვენა და ინახეთ პატარ-პატარა თმებიც კი წამომივიდა, ის სულ პატარ-პატარა თმები მაქვს. ძალიან მალე გაგიმხელთ ამ ვიტამინის ვინაობას. ერთიანად ჩავწერ ვიდეოს და დამელოდეთ რამდენიმე დღეც. საჯარო გაშლა იყოს სახელწოდებით საბოლოო ჯამში თქვენ შორის არის პაუზა, თუ დროებითი გაჩერებულობა, თუ სამუდამო რაღაცა დასასრული, სადაც არ ხედავს კარგად გაგრძელებას. ვიკითხოთ. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, მოკალად დით. ჩაიფიქრეთ და გემრიელად დაჯექით. თქვენ შორის არის დროებითი გაჩერებულობა, სადაც რაღაცა მაგიური ჩარევებით, ნეგატიური ასპექტებით, რაღაცა მუდმივი ბრძოლა და რაღაცა ჟინი, ჟილკა და მუდმივი რაღაცნაირად ტრანსფორმაციული ფორმა არის იმის გარანტი, რომ თქვენ შორის რაღაცა დროებითი პაუზაა და აქ ცოტა ხანი იქნება გაჩერებულობა, ეს გაჩერებულობა მოგიტანთ ერთმანეთის ფასის სწავლის პროექციას და მერე მოვა ის ფაქტორი, რომ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებში ეჯერ შეხვედრა იქნება, ლაპარაკის ნიადაგზე რაღაცა დაგელაპარაკებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის, რამდენად ღია ხართ ურთიერთობისთვის, რამდენად ერთმანეთისთვის ხართ და თითქოს ეს ყველაფერი თქვენსაც იკეთოთ წარიმართება და ამ ყველაფერს წარმართავთ ისე რომ თითქოს აი მთელი გულით და სულით ერთმანეთისთვის ძალიან ბევრს იბრძოლებთ, ბევრს გააკეთებთ, ბევრს ჩაიფიქრებთ, ბევრს განახორციელებთ და მაინც იქნება ასე სულგრძელობა, ემოციული სულისკვეთება, მდგომარეობის რაღაცა სწორად ფორმულირება და მზის ენერგიები. მაინც საბოლოო ჯამში ერთმანეთთან შერიგება, კომუნიკაცია და ეს არ არის სამუდამო დასასრული, მე რასაც ვხედავ. ეს არის დროებითი გაჩერება და აქ იქნება გაგრძელება. მაგრამ ეს გაგრძელება იქნება ძალიან საინტერესო. იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს მუდმივად რომ გინდოდათ სტაბილურობა და ეს სტაბილურობა ვერ მიიღეთ, ახლა ცოტა ხანი ეს რაღაცა პატარ-პატარა აი ამ რაღაცა სტიგმური მდგომარეობის ნიადაგზე, აი გაჩერებული სტაგნაციური პროცესების ნიადაგზე მაინც შედგება შეხვედრაზე საუბარი და კომუნიკაცია და ღია იქნებით ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გაითვალისწინეთ. მეორე ფაქტორი რაც არის, მე პოდკასტი გავაკეთე, ყველა ვიდეოში მაგას ვიძახე, რომ ჭირდება თქვენი მხარდაჭერა და არ ვიცი, მე მგონი 85 subscriber-ზე ვარ, მე მგონი ჯერ ასული ძალიან ცოტაა და მჭირდება მხარდაჭერა. და როცა ამდენი 1000 ადამიანი მიყურებთ და თუნდაც ის რომ ყოველდღურად წერ ვიდეოებს, საჯარო გაშლებს, მე კი არ ვამადლე ვინმეს, ეს უბრალოდ ჩემი სამსახურია, ჩემი პროფესია და მე ამას ვისაც გავაკეთებ მთელი გულით, ვინც ამას აფასებს, ვინც არ აფასებს იმათთვისაც, მაგრამ ნახეთ, როდესაც ადამიანი გთხოვთ რომ ამ სიტუაციაში ხლა რაღაცა დაასაბსკრაიბოთ ჩემი გვერდი და უკავშირები გამოხატოთ პოდკასტი 31 მიწერია YouTube-ზე. აი შეგიძლიათ რა ვიცი, თუ სურვილი გაქვთ რა თქმა უნდა, გადმოხვიდეთ და უყუროთ პოდკასტს, იმიტომ რომ ყველა თემაზე იქნება ძალიან საინტერესო იქნება და დარწმუნებული ვარ ჩემს აუდიტორიას, ვინც მომყვებით, ძალიან დაგაინტერესებთ. და ეს ყველაფერი თუნდაც იმის უკავშირი იქნება, რომ აი მე მაგალითად აი როგორ უყურებ საჯარო გაშლებს, რომ აი რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მე ვიცი რომ ჩემი ადამიანები მელოდებიან. აი ეკრანის მიღმა შეხედან და მელოდებიან, რომ მე დავდე თუ არა საჯარო გაშლა. და მე რაც არ უნდა გადაღლილი ვიყო, დააკვირდით, აი არ ვიცი, აი არის დღეები, როცა ვერ ვდებ ვიდეოს, იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ შემიძლია ისე დაღლილი ვარ, მაგრამ ფაქტობრივად ყოველ დღე მაინც ვდებ ვიდეოებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური ვიდეოების ატვირთვა ჩემთვის, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ მელოდებით და ეს პასუხისმგებლობა მაქვს თქვენთან. ხო და აი ამის უკავშირად ხო შეიძლება რომ აი რაღაცა მეც დამასაფორთოთ და რაღაცა ენერგია ჩემკენაც გამოვუშვათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხო და რა ვიცი თქვენი ნებაა, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ YouTube-ზეც გამოვყვებით. მადლობა ყურადღებისთვის.